ეთერში საინფორმაციო პროგრამა ანარეგლი. Ამ ბოლო დროს ქალაქ გორში ხშირად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები. გორის დრამატულ თეატრის შენობაში მოეწყო საკრედიტო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც ამერიკის ელჩი კენეთ იალოვეცი დაესწრო. რამდენიმე დღის წინ გორის დრამატული თეატრის შენობაში გამართულ საკრედიტო პროგრამების პრეზენტაციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და მისი პარტნიორების ინიციატივით გაიმართა, ამერიკის ელჩი საქართველოში კენეთ იალოვეციც დაესწრო. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, შორ ბანკი, ACDI და ფონდი კონსტანტა. დაკრედიტების ყველა არსებული პროგრამა თითქმის დღემდე მხოლოდ თბილისში მუშაობდა და კონცენტრირებული იყო დედაქალაქში ბიზნესის განვითარებისათვის. შიდა ქართლის რეგიონში კი ამ პროგრამების განხორციელების შესაბამისი პოტენციალი არსებობს. ამერიკის ელჩის აზრით, დარბაზში მყოფ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ დამაიმედებელია. ის ფაქტი, რომ საქმიანი წრეები და კრედიტის გამცემი ორგანიზაციები ერთმანეთს დაუკავშირნი კი უკვე პროგრესია. ორგანიზაცია კრედიტებს მხოლოდ გირაულ საფუძველზე გაცემს. მიუხედავად ამისა, ქართველ ბიზნესმენთა დიდი ნაწილი მათთან თანამშრომლობის მომხრეა. დღევანდელ დაინტერესებას ვხედავ, რაც არის. მე ვფიქრობ, რომ საქმის დასაწყისი კარგია. ეხლა USAID შიდა ქართლში და გორში მუშაობს და მისმა წარმომადგენელმა უკვე თქვა, რომ გარკვეული წარმატებები აქვს. აი დანარჩენი ფონდები და დანარჩენი ორგანიზაციებიც რა შედეგებს იღებენ, ეს არის დამოკიდებული არა მარტო მათ ცდილობაზე, არამედ თვითონ აქაური ბიზნესმენების დათვითშობილ სწავლაზე. ძალიან მცირე კრედიტის აღება მინდა. და მე მგონი, რაც უსმინე დარბაზში, ზუსტად ჩემთვის არის გათვლილი, იმიტომ რომ მე დიდი მატერიალური ბაზა მაქვს, ძალიან დიდი თანხისა და როგორც მოსული რაღაც უნდა ჩადოვრო გასესხულო. უცხოელი გარიძლევენ ისე კრედიტს, თუ რაღაცა დააბანდე და ემხრა თანხის იზმერითელი აპარატურა მაქვს, რომ მე მგონი ჩემთვის მცირე თანხა, სადღაც $100,000 კრედიტი მინდა. იმენად მცირეა, რომ პრობლემა არ იქნება. მე ესე მგონია. ამერიკელმა კონგრესმენმა კევინ ბრენდმა მოაწყო შეხვედრა სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან. მან შესთავაზა შიდა პარტიული არჩევნების ახალი სისტემა, რომელიც დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს სწორი არჩევნების გაკეთებაში. თუ როგორ შედეგს გამოიტანს, ამას მომავალი არჩევნები გვიჩვენებს. ამ დღეებში გორში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი კონგრესმენი კევინ ბრენდი, რომელიც არის ტეხასის შტატის წარმომადგენელი კონგრესში. სტუმარს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა გორის სახალხო თეატრის შენობაში სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან და დეპუტატებთან. შეხვედრამდე მან გორში სტალინის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. მისი ჩამოყვანა ითავა გორის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა ჯონი თაყნიაშვილმა და ქალაქ გორის საკრებულოს გამგებელმა გოგი მჭედლიშვილმა. შეხვედრა შედგა, თუმცა დამსწრეთა რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ დარბაზის 1/4-იც ვერ შეავსეს. სტუმარმა ისაუბრა ქოუქასის სისტემაზე, რომელიც დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს 1999 წელს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაში. მას აქვს შესაბამისად შემუშავებული შიდა პარტიული არჩევნების ზოგადი წესები. სწორედ მათი მიზანი და ჩატარების მეთოდი აუხსნა ამერიკელმა კონგრესმენმა კევინ ბრენდიმ დამსწრე საზოგადოების. კევინ ბრენდიმ აღნიშნა, რომ საქართველოს საჭიროა შეიმუშაოს განვითარების თავისი გზა და ამასთან ერთად გამოიყენოს სხვა ქვეყნების გამოცდილებები. ეს სისტემა, რომელსაც ის თავაზობს პარტიებს, არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. რამდენად გამოიყენებენ მათ სისტემას ჩვენი პარტიები მომავალ არჩევნებში ძნელი საქმეა. დამსწრე საზოგადოება უინტერესოდ უსმენდა სტუმარს, ზოგიერთმა მათგანმა კი შეხვედრის დამთავრებამდე დასტოვა დარბაზი. განათლების განყოფილებამ, სპორტ კომიტეტმა და ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა მოაწყო საგაზაფხულო თამაშები სპორტის 10 სახეობაში. ქარელის რაიონში მიმდინარეობს საგაზაფხულო თამაშები, რომელიც ჩატარდება სპორტის 10 სახეობაში. ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები არიან განათლების განყოფილება, სპორტ კომიტეტი და ქარელის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. აღნიშნული შეჯიბრებები ყოველწლიურად იმართება მოსწავლეთა შორის. საგაზაფხულო თამაშები კალათბურთით გაიხსნა, რომელშიც რაიონის 11 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი ქარელის პირველ საშუალო სკოლაში გაიმართა და იგი მთელ დღეს გაგრძელდა. საბოლოოდ გამოვიდნენ გამარჯვებულები. პირველ საპრიზო ადგილი დაიკავა აგარის საშუალო სკოლის გუნდმა. მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა მოხისის გუნდი. მესამეზე კი ქარელის მეორე საშუალო სკოლა.
ჩვენ კი ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.